რა მომიტანესო, რა მომიტანესო. ხო, სიხარულისგან ცუდად ვარ, ხვალ ველოდებოდი, მაგრამ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა და მომიტანეს დღეს. ვაიმე, ხალხო, არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ ისეთი კუსკუსა და ლამაზია, ისეთი, აქ როგორც ხედავთ, აქ შესალაგებლებია, ყველაფერი გადმოყარე აქ და ეს ყველაფერი რო ვერ შეეტევა აქ ცხადია, მაგრამ აქედან უმრავლესობა უნდა შევიდეს აი აქ. ხო და მოდი დავათვალიეროთ. რა კაი კომფორტული გადასაღები ადგილები მომეთქვენა ზიარახად. ამას ხო თაროები აქვს, რაც უნდა მომიფინა დავალაგო და შტატივიც გადასარევად ჩაეტევა. ამოწმინდა უჯრები. ამოწმინდა, მაგრამ ცოტა ბუსუსებია გალაგ და ეგეც მინდა ბარემ. დამეხმარებე, ოღონ ერთი წუთი დამაცადე, კარგი? მაინც თოში მეყარა. კოდები აქვს დაწერილი და მაგის აძრობას უნდა უკვე 1 საათია ვაძრობ, აი ხარი. ოდენა ავაწევინოთ პირი, ბიჭმა მითხრა, რომ არავითარ შემთხვევაში ფრჩხილით და რაღაცებით არ აწვალობო, პირდაპირ მიუშვირე ფენიო, გაცხელდებაო და თავისით ავტომატურად აძვრებაო და იმდენი აქვს, რომ 1 საათია ვაძრობ და კიდე ასაძრობია, ანუ ამის რგოლები სად არის და საკრავი. ვიცი ძალიან არეულობა მაქვს, მაგრამ დავალაგებთ. სად არის დები რგოლები და საკრავი? გაგიჟდა მარიამი ისე მოეწონა. დღეს სალოსთან ვიყავით, გადასულები, აი რო არ მოგატყუოთ ხალხო, 3 თვეა ნორმალურად არ მინახავს. სალო დიდად არ მინახავს ისედაც. უფრო ბავშვები ვნახე, წასული იყო. აი ესეთი კოდები აქვს მილიონი მიკრული. თავისი რგოლები აქვს ის რომ გამოჩნდეს, მაგრამ სადავდე აქვს. როგორ არა, და მოიცათ. უნდა დავიწყოთ პირველ რიგში ჩალაგება პაწაწუნა უჯრებში. რომელსაც აქვს 4 განყოფილება და აი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია, რომ დავყო რაღაცეები. რა და ეგ რა არის? მომიტანია საყვარელო, ვაიმე ნელა არ დამღუპო. მოვიდა. დედი, სველი ხელსახოცი მომიტანე საყვარელო თუ შეიძლება. ხო და ძალიან კომფორტულია ჩემი აზრით, ახლა ეს ყოველივე. ესე დავდოთ. ვაიმე ჭკუაზე თუ იყო გეფიცებით. აქ თუ მიაქცეთ ყოველთვის ყველაფერი ავყარე. იმისათვის რომ დაალაგდეს. კარგი. მოკლედ დავიწყოთ აი ამ იმის გამოცარიელება. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი იმის მაქვს ჩრდილები. გავწმინდოთ რაც ზედმეტი მტვერი ან რამე არ გქონდეს. თორე რეალურად აქ მინდა რომ ჩალაგდეს კოსმეტიკა იმის რა ქვია, უფრო როგორ იცით? ჩრდილები და რაღაცეები და ასევე აი ეს განყოფილება უნდა ჩალაგდეს აუცილებლად. რაც ახლა ამ წამს აქ დავდე. აი ეს, ვაიმე მიშველეთ. ხო, ვაიმე აი შლის ახლა მოიცავდე. ვაზრი აქ რა ხო ვიცით რომ მაინც არეულია და კარგი, ახლა მე მინდა შემდეგი გეტყვით ახლა გოგოებო რა უნდა ვქნა. ესეც უნდა ჩავალაგო, საყურები და რაღაცები, იმიტომ რომ ნერვები მეშლება ესე რომ მიყრილი. დედი, ჩალაგე, მეც და გეგმარები ჩალაგე. ნუ წუხდები დე. მეც
კაი, მადლობა. ეს სუნამოები ამ თაროზე უნდა დავალო ჭკუაზე არა ვარ ისე ვიყარია მე მგონი უკვე გავაფრინე. ასევე ესეთი რაღაცეები, ანუ ყველაფერი რასაც აქ ხედავთ, ხშირ შემთხვევაში უკვე წავა უჯრებში. აი ეს სუნამო მაჩუქეს არ გამომიყენებია სიმართლე გითხრათ. დაბადების დღეზე მაჩუქე ჩემო პიანისტმა, მაგრამ არ გამომიყენებია. არ ვიცი, არასდროს არ დამისხამს. ჯერ უახლახანს მაჩუქა, მაგრამ მაინც და არ არის გამორიცხული, რომ ჩემს რომელიმე გამომწერზე გავათამაშო, ასე რომ ვთქვათ. მიდევს შეფუთული. მარიკო, ანუ ერთი წუთი დე? არა, გავიგე დედა, რასაც გეტყვი მომიტანე, მომეხმარე, კარგი? აი, როცა ისე მინდა რომ დაგდოთ, რომ რაღაცა ვაიმე დედა ეს ზოლტებმა სისხლი გამითეთრეს, მითხარით რომ მარტო მე არ მჭირს ეს ზოლტებთან კონფლიქტი. კარგი, პირველი რაც მინდა რომ ცოტა ისეთი რაღაცები ჩავალაგო, რაც ახლა დიდად მაგალითად ამეებს ყოველდღიურობაში თითქოს რაღაცნაირად არ ვიყენებ რა. იცი რა არის, მე მგონი ჯობია შტატივი შევაერთო და შუქი უფრო მეტად რომ კარგად ჩანდეს. ჩავალაგოთ. ვუალა! ძალიან ლამაზი ფერებია, გიჟდები, ძალიან მომწონს. ხო, მომედედიკო. მადლობა. მომეც თუ შეიძლება. მაგრამ აი ესეთი რაღაცები, რაც თითქოს ყოველდღიურად არის საჭირო, ამას ცოტა აქეთ, ერთი წუთი. უფრო აქეთ მხარეს ჩავალაგოთ. ესენი, მაგრამ ცოტა ვერ გავიგე ხალხო, ანუ სადამ აქ ის მოიცა დედიკო გამატარე საყვარელო, გამატარე თუ შეიძლება. რა და უნდა გამატარო დედა? აი ეს ყველაფერი უნდა ჩალაგდეს აი აქ. ვაიმე, მიშველეთ, გადმომეყარა. მარიკო, უკვე ცოტა ზედმეტი მოგდის დედა. აჰა, ეს დამილაგე დე. მოდი საყვარელო, გადმოყარე და დამილაგე ისე, კარგი? არ დამიფანტო. არსა და წნევამ არ დამარტყეს სიდიზით. მე მაინტერესებს ახლა რა. ამას კიდე ქონდა ერთი, ასე ვთქვათ, განყოფილება და საჯანდაბაშია ვერ გეტყვით, არ ვიცი. კარგი. დავიწყოთ არ ვიცი ზუსტად სად მინდა ოღონდ ეგ არის უბედურება. მაგრამ მოდი რაც ყველაზე მეტად ჭირდება, ჯერ ისინი ჩავალაგოთ. აი ესენი. დედიკო, ესეთი სულ ახალი სად არის, ხომ არიცი? მარიკო, ესეთი და ვაიმე სადღაც იდო და ავიღე სულ ახალი, ანუ ნაყიდი მქონდა და აგერ სულ ახალი მაქვს, ესეც მაქვს, მაგრამ ჯერ ანუ ესეც კარგად არის, ამიტომ რაც უცებ რომ ჭირდება, აი ეგრევე ჰოპედა რომ ჭირდება, მირჩენია წინა უჯრაში ჩავყარო ყველაფერი ოღონდ. თავის მოვლაზეა საუბარი, ანუ სახის მოვლაზე. იმიტომ რომ ესეთი მეორეც იყო დედა სულ ახალი, ხომ არიცი სად არის საყვარელო? ანუ ცოტა ვერ ხვდები სად უნდა წასული. ეს აუცილებლად აქ უნდა იყოს, რომ აი პრობლემა არ მქონდეს. ეს ბევრიც რომ ჩაყარე ხა გამოწე, მოწევ და მაინც დაინახავ სად რა გაქვს, ხო ხვდებით რა. ამას ვეძებდი. ამებს. ამას ცოტა მოგვიანებით მივუჩენ ადგილს. ჯერ მინდა რომ აი ეს ისეთი რაღაცები ჩავდო, რაც უეჭველი მჭირდება რა. რაც შეეხება ამას, ეს არის სახის მოვლა, მაგრამ ამებს არ ვიყენებ ყოველდღიურობაში, შესაბამისად ვფიქრობ, რომ აი აქ რატო უნდა გამოვჭიმო. იყოს მეორე უჯრაში, რასაც დიდად არ ვიყენებთ, მირჩენია, რომ იყოს იქ, სადაც საჭიროა. ეს არის Liol Oil-ის პროდუქცია, რომელიც მართლა ძალიან მჭირდება. ამიტომ მოდი შევინახოთ თავის ადგილზე. აი აქ. მე რა თქმა უნდა თქვენს გაჩვენებთ, აბა ეხა ისე როგორ იქნება ეგ ამბავი. ახლა რა მინდა გითხრათ. მე ხა ისე გამოვჭიმე ეს ყველაფერი, რომ ვერ დავტევ. და მარიკომ კიდე ესე ამიყარა აქაურობა, რომ უფრო მეტად ვერ დავტევ.
ფეხი ტონალური, რომელიც დედამაჩუქა და ოღონდ ვერ გეტყვით ხარ ამდენად. დედიკო ეს მომაწოდე თუ შეიძლება საყვარელო. დიდი მადლობა დე. მომაწოდე. მოდი ცოტა მოგწიოთ ჩემთან ახლოს. კონტაქტი დაამყარეთ. აი მე დედა მიშველეთ ვინმე. ასევე თვალის მოვათავსო სადაც საჭიროა. ხო, ახლა მინდა რა? აქ მინდოდა რომ ჩამედო საყურები, მაგრამ მივხვდი რომ ვერაფრით აქ საყურებს ვერ მოვათავსებ. თუმცა ეს მთლიანი თავისივე კონტეინერით ჩავიდოდა აქ, მაგრამ აქ უფრო აი ეგენი მჭირდება. ხელის აიმე ესენი აუცილებლად ერთ ადგილას, იმიტომ რომ ეს ცოტა ამის ძებნა არ მიყვარს მერე და ერთად მირჩევნია რომ მეყაროს. რაც შეეხება ამას, ამათ სხვა ადგილს მოვუძებნი და არ მეყრება. არც ამებს არ ვიყენებ ყოველ დღე, ამიტომ ჩავყაროთ ისეთ უჯრაში, რომელიც ყოველ დღე არ მჭირდება, მაგრამ მჭირდება. აქეთ ხელის რაც მინდა ეხლა რომ მოვათავსე, მოდი ესენი აქ იყაროს. დედიკო ერთი წუთი თუ შეიძლება. Enjoy, რომელიც თითქმის ყოველდღიურობაში მჭირდება და არა ვიცი 100%-იანი ჩემგან დადებითი ყველაფერი Enjoy-ის. ეს რადგან ორი გვაქვს, მოდი ერთი ისეთ ადგილას ნახოთ, რაც ყოველდღიურობაში არ მჭირდება, იმიტომ რომ ადგილი გამანთავისუფლოთ. რაც მინდა ეხლა ამდენი ის რომ ჩავყარო, რაც არ მჭირდება. და ზოგი რაღაც უფრო მეტიც უნდა გადავყარო. ხელის. მოკლედ ერთი უჯრა იქნება სახის, ხელის, ფეხის. მაგრამ თავარია რომ იცი რა სად გიდევს, ეგ არის ყველაზე დიდი კომფორტი მე მგონი. ახლა ჩვენ გვჭირდება გოგოებო სივრცე, სადაც ამებს მოვათავსებთ. სუნამოებისთვის მე გამოვყავი ადგილი და ახლა გავშვი. მოკლედ, აი ამ ორიდან სუნამოები მოთავსდება აი აქ, ჩემი კუსკუსები, იმიტომ რომ უფრო მეტად აქ ცოტა სხვა რამისთვის მინდა სავარაუდოდ დავალაგოთ. ჩემი მეუღლის სუნამოები არ ითვლება აქ ოღონდ, იმიტომ რომ იმდენი აქვს აი მართლა, რომელი ერთი გინდა დაულაგო და გამორიცხული, ამიტომ მხოლოდ ჩემები იქნება. მხოლოდ ჩემები. სად არის სხვა სუნამო? მეორე სუნამო ხო არ იცით მიშველეთ. ყველაფერს ვეძებ. აქ არის ტუჩსაცხები, ტონალური კონსილერები და თვალის დასაფიქსირებელი, თვალის კი არა და წარბის დასაფიქსირებელი, ასევე ტუჩის. აქეთ არის მხოლოდ სახის და ფეხის მოვლა, აქეთ რასაც აი ყოველ დღე არ ვიყენებ და აქ უკვე ჩრდილებ და რაღაცები. აქ მინდოდა საყურეები, მაგრამ არ გამოდის, ვერ ვტევ. ახლა ახუნხლა არ მინდა რომ ყველაფერს თავისი ადგილი კონდეს. ეს აუცილებლად უნდა იყოს აი აქ, მაგრამ დიდია და არ მომწონს საწავიღო, ვერ გეტყვით. ასე ხო არ იყოს შემთხვევით. ნუ ეს ხა ყოველდღიურობაშია საჭირო, ამიტომ გიყოს. ნახოთ თუ მოგეწონებათ ჩემი კუთხე, რომელიც მე ძალიან მომწონს. ეს გახლავთ ის რაც შევუკვეთე და მომიტანეს, როგორც ხედავთ, რაც არ უნდა დავამატო, თაროები და ყველაფერი მაინც არაფერი არ მეტევა, თუმცა ისეთი კმაყოფილი ვარ ხალხო და ისეთი ბედნიერი ვარ ეს რომ აქვს, ვერც კი წარმოიდგენთ. მოდი დავათვალიეროთ, როგორია. მოკლედ სარკეს გიხედავთ თქვენს, ნუ ეს შტატივი ცოტა ბნელა და განათება გჭირდება. ხო, ეს უცვლელად არის თითქმის უბრალოდ ქუდები სხვაგან იყო და მაღლა ავიტანე. და მოდი ვნახოთ ჩვენი ცუნცულიკო ლამაზი.
გიჟდები ხალხო, ამაზე ვგიჟდები. ხო, ეს დედამ მაჩუქა და ძალიან მიყვარს. აქ როგორც ხედავთ, სუნამოები და ტანის და რაღაცის მოვლის, სანამ აბაზანა იქნება ისეთი, როგორც ჩვენ გვინდა, მანამდე ამ მდგომარეობაში ვიქნებით. ხო, მოდი ვნახოთ რა არის აქ. აქ არის სამკაულები, რასაც ყოველდღურად ხმარობ, აქ არის რასაც არ ვიყენებ ხშირად, აქ ვერცხლეულია. აქ უფრო დოდონას აქსესუარებია, ვიდრე გვანცასი, აი აქ რასაც ხედავთ. და აქ მიკროფონი, რომელიც დიდად ვერ გამოვიყენე. ვნახოთ დაბლა რა შელაგდა. აქ კონკრეტულ ადგილას გოგოებო გადავწყვიტე ყოფილიყო, მოდი ცოტა გავანათოთ. სათვალეები, რომელიც მაღლა ეკიდა და აღარ მოუხდა, ეს გახლავთ საპარსები, უფრო ცოტა ისეთი სახის ნიღბები, აცეტონი და რაღაცები, აი აქ ძირითადად სულ ესეთი რაღაცებია, ლაკი და ნუ კი ხედავთ პრინციპში რა არის ეს უფრო მარიკოს თმის ამაგრებია, რომელიც აქ მოვათავსეთ. ვნახოთ მესამე უჯრაში რა არის. აქ როგორც ხედავთ, ჩალაგებულია ჰიგიენური რაღაცები, საფენები, ბამბა, სველი ხელსახოცი, თმის რაღაც, მასაჟორი ფეხის და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ მშვენივრად ჩალაგდა. ესენი როგორც გახსოვთ, აქ იყო და მე აქ გადმოვიტანე, იმიტომ რომ აქ სხვანაირად მოეწყო მერე, მაგრამ ანუ ამ გოგოზე ვგიჟდები. და ფიქრობ, რომ ძალიან უხდება ამ ადგილს. არც მე ბავშვობი და ვერ გამოვედი, მე მგონი. ვნახოთ რა არის აი აქ. ეს არის 4 განყოფილება, რომელშიც მეგონა, რომ აი გამოვტენიდი და ვაიმე და უიმე, მაგრამ რეალურად გადავწყვეტე ყველაფერი ცალ-ცალკე ჩამელაგებინა სექციებად, ამიტომ აქ სამკაულები აღარ ჩაეტია. აქ გახლავთ უფრო ეს ტუჩის მოვლა, კონტური და კი ხედავთ პრინციპში რაებია. აქ უკვე გითხარით, რაც არის პრინციპში რო ვალაგებდი, ეს არის უფრო სახის მოვლა და ეს არის ყოველდღურად რასაც ვიყენებ. აქეთ არის ის რაღაცები, რასაც ყოველდღიურად არ ვიყენებ. ნუ ეს საჭირო ამბავია დაქიდოს. ხოლო აქ გახლავთ უკვე წენები, რუმიანა და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგია, როცა სექციებად არის დაყოფილი და ვისურვებდი აქეთაც ასე ყოფილიყო. ძალიან შევცდი, რომ არ გავაკეთებინე. ხო, სკამი არ გვაქვს გოგოებო, როგორც ხედავთ, ეს ჩვეულებრივი მიდევს, იმიტომ რომ ის არის დაახლოებით, რო გითხრათ 120 ლარი და აქ დასადგამი და ვიფიქრე, რომ ჯერჯერობით არ მჭირდება სიმართლე გითხრათ. და მე ვიყიდი რამე პუფს, სხვადასხვა პუფი ვნახე, რომელსაც ჰქონდა გოგოებო სათავსო და აი ზუსტად იმ პუფის სათავსოში მერე ჩავყრი ფენებსაც სახთავის რაღაცებს, რაც ყოველ შემთხვევაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს. ასე რომ მოდი ყავატავლიოთ. წყალი დილიდან არ გვაქვს. ცუდა თუ არ. იგი ყველაზე მეტად მაინც გამომადგა ხალხო შტატივი, რომელიც თემოდან გამოვწერე. ანუ ხვდებით. ხვდებით ხარი ხო. რა იყო? ეხა გაჩერდი შვილო, შენი ნერვები ვისაქ აქ. ცოტა დაღლილი ვარ, ძალიან დიდი დრო დაჭირდა ხალხო ამის დალაგებას. ვერც წარმოვიდგინდი, იმდენი საათი დაჭირდა ამის დახარისხებას. ყველაფერი ვარ ჩაეტია გასაგებია, მე სხვაგან გადაბარგებას. კობამ კი მითხრა, ეჭვი მაქვს, მანდაც ვერ ჩატევოდა. რა თქმა უნდა, მართალი მითხრა, ეხა ყველაფერი როგორ ჩავტო იმდენი საათი. მაგრამ ყველაზე მეტად რაც მიხარია ეს არის, რომ მეცოდინება, აი აქ არის ეს, აქ არის ის და ბუდიალს არ დავიწყებ. და ყველაფერს თავი დავანებოთ, უსაყვარლესი სარკე მაქვს. აი იმდენი ყავა მაქვს უკვე დალეული დღეს, რომ რა ვიცი, გული არ გამიჩერდეს. ვაიმე მიშველეთ. აი ნახეთ, ამას უეჭველი მარიკო დაეჯახება. ამიტომ ეგ უნდა გადმოვიღო მანდ და მე ხო ვიცი ჩემი შვილის ამბავი. დავლიოთ ყავა. ცოტა დავლიოთ. ვაიმე. არ შემიძლია. რატო ესეთი უშაქრო? ახალი ლოკაცია გვექნება ხოლმე გოგოებო. სხვადასხვა ძალიან მომწყოს ეს ლოკაცია. ძალიან. კი
კი ახლოდან არის ცოტა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან კაი ადგილია გადასაღებად, გადასარევი. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა რასაც ცუდად ანათებ შუქი, მაგრამ ამას დავაყენებ, არ არის პრობლემა. მე ამას იქით გავწობროთ, დახვეული იყო იმას და დამეზარა. ვაიმე, ამოვწყდი. სანამ ეს ავაწყე, დედას გეფიცებით სუნთქვა შემეკრა, ანუ ისე დავიღალე, რომ აი არ ვიცი. სანამ ეს რაღაცები აღაცალე. ვაიმე, ძალიან კეთილშობილი ხალხი იყო მოსული, ვინც მერე სარკე დამიმაგრა, სარკიან თუ არ მოგვთ, მერე ამაგრებენ უკანა მხარეს. ამოიტანეს და აი ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა. აქ ეს არ იდგა, ხოც შემკამოდი რომ იდგა ის გამოდი. ავიღე გოგოებო, გადავახოხიალე აგერ დგას. მე ჩემი ქმარი წაიღებს. ხო და მოვახოხიალე ეს. ანუ წელიც ჩამწყდა. შტატივები სულ არ მინდეს ზემოდან მეყაროს, მაგრამ ეს პატარა შტატივებისაც ავიღო არ ვიცი და ზოგადად ეხა დავითვალე, 3 აქ მაქვს, 3 იქ 7 თუ 8 შტატივი მაქვს. და აქედან მომწონს მხოლოდ ეს ყველაზე კარგი განათება აქვს, აი ყველაზე კარგი და ყველაზე მეტად მაინც ეს მომწონს. სხვა დანარჩენთან შედარებით. ის რგოლები რატო არ მომწონს გეტყვით? თვალებში აი ესე ჩახარ მე რგოლები რო გაქვს და მაგიტომ ძალიან აღარ მომწონს. და არცადრე არ მომწონდა დიდად, მაგრამ ახლა მომწონს რაღაცა შტატივი იყოთ. ჩემს მაგას როგორ ვიტყვი, კიდე შტატივი მინდა, შეიძლება გააფრინოს, მართლა იმდენი შტატივი მაქვს სახში ხალხო, ვეღარ ვტევ, ანუ პრობლემა მართლა იქ მაქვს უკვე, რომ ვეღარ ვტევ. მისამაგრებელი არა ნებისმიერ ადგილზე რომ ჩამოკიდო ეგეთი არა. ძალიან კაი განათება აქვს. ასე რომ ეხლა დაგემშვიდობებით. ხო და წარმატებები ყველას გემშვიდობებით ყველამდე. გილოცავთ ყველას ჩვენს დღეს.